ლარის დაცემასთან ერთად საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელიც ეცემა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-მდე შეამცირა. ეს მონაცემები რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში ასახული და ორჯერ ნაკლებია იმ პროგნოზზე, რომელსაც მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას აკეთებდა. ამ ფონზე ექსპერტები ფინანსური დოკუმენტის კორექტირებას ითხოვენ. ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებს დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობა არ ადასტურებდა, თუმცა დღის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დოკუმენტის კორექტირება გარდაუვალ პროცესად მიიჩნია. მეორე კვარტალის ბოლოს გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან ჩვენ რა თქმა უნდა გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით. ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობის შესახებ დღის ბოლოს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ვიცე-პრემიერის ეს პროგნოზი EBRD-ის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. წლიური შეხვედრის პარალელურად დღეს EBRD-ის ანგარიშის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4-დან 2.3%-მდე შემცირდა. მომავალ კვირაში თბილისში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა დოზით მოხდება ბიუჯეტის კორექტირება. ბიუჯეტი ჯერჯერობით დაგეგმილია 5%-იან ზრდაზე. ეხლა 19-ში ჩამოვა სავალუტო ფონდის მისია. ისინი ჩამოიტანენ თავის გათვლებს, ჩვენ დავახვედრებთ ჩვენს გათვლებს, გვექნება კამათი. რაღაცაზე შევჯერდებით, რაღაცაზე ვერ შევჯერდებით და ამის მიხედვით გეტყვით. მაგრამ ერთი უნდა გითხრათ, დღეის მდგომარეობით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდება გადაჭარბებით. ბიუჯეტის გარდაუვალ სეკვესტრზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობა. ოპოზიციაში